de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო! ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ მე-200 ეპიზოდს გადაცემისა კვირაში ერთხელ მიშა შვილდაძესთან. 200 გადაცემაა ვიძახი, რომ ეს მთავრობა უნდა წავიდეს. იცით რამდენია 200 გადაცემა? მე რომ მინდა ისეთი ქვეყანა რო ვიყოთ, უკვე მესამე მთავრობაზე უნდა ვიძახდე, რომ გასაშვებია. 2020 წელს ქოცებზე 24-ში სხვა მთავრობა წელს უკვე სხვა მთავრობაზე, მაგრამ არა, სულ ქოცებზე ვიძახ. 2018 წელს როცა ეს გადაცემა დავიწყეთ, ლამინი ამალი გახდა 11 წლის და მე-5 კლასში გადავიდა. როცა ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა, გახარიას გადადგომას ვითხოვდი. ლა ლიგა რომ მოიგო, ღარიბაშვილის გადადგომას. ევროპის ჩემპიონატი რომ მოიგო, კობახიძის გადადგომას. ბიჭმა ლა ლიგა მოიგო, ევროპის ჩემპიონი გახდა, პელეს არაერთი რეკორდი მოხსნა, ესპანეთის სუპერთასი მოიგო, ლიგის ნახევარფინალში გავიდა. და მე კიდე მთელი ამ დროის განმავლობაში აი ვზივარაკა. და გეუბნებით რომ ბიჭო, ეს მთავრობა უნდა წავიდე. კაი რა, მაგის დედა ვატირე 200 ჯერ. საერთოდ რამის გაბევრება და გაბუქება რო უნდათ, პირობითად ამბობენ ხოლმე რომ 100 ჯერ. 100 ჯერ გითხარი. 100 ჯერ გთხოვე. მე კიდე 200 ჯერ. კი არ ვაბუგე მართლა 200 ჯერ თქვი, არსებობს ვიდეო მტკიცებულებებიც 200-ივე. რავი, შედით და ნახეთ ჩვენს YouTube არხზე. ბარემ არხიც გამოიწევ. სამაგიეროდ ეს მთავრობა რომ გასაჯმეინებელია, აბსოლუტურად მეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატა. კონგრესმა გაითვალისწინა ჩემი თხოვნა და მე-200 საიუბილეო გადაცემას დაამტყვია მეგობარი აქტის მიღება. მეგობარი აქტი გახდა ქართველი ხალხისა და სამოქალაქო ინსტიტუტების მხარდაჭერის და გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის მოთხოვნას დაუწესოს სანქციები ქართული ოცნების ჩინოვნიკებსა და მათ მოკავშირეებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩასაშლელად, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ან ჩართული არიან სხვა კორუფციულ ქმედებებში, საქართველოში სტაბილურობის საზიანოდ. აი ეს. სანამ ქოცები ბჭობდნენ, ვინ შეიძლებოდა მოხვედრილიყო ამ სიაში, ჯო ვილსონმა სიაც გამოაქვეყნა. მეგობარი აქტის დაინიცირებას თავის დროზე სხვადასხვანაირად გამოეხმაურნენ ქოცები. უпроსტად სხვადასხვანაირად სასაცილოდ. ეხლა წაიკითხავთ რეებს ამბობდნენ და ერთად დავცინოთ. დონალდ ტრამპს აქვს უკეთესი გაგება მსოფლიოს რეალობების, ვიდრე მის წინამორბედს. ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება. აცხადებდა თეა ცულუკიანი. წინამორბედი. არ დაუკონკრეტები, არც კი ახსენა. საერთოდ ვინ იყო რო? არა და სიტყვა წინამორბედი გაცილებით რთული წარმოსათქმელია, ვიდრე სიტყვა ჯო. გონია რომ დროა უკვე ცვლილებები მოხდეს და ველოდები რომ ტრამპი შეძლებს ამერიკა გახადოს უფრო დიადი და სამართლიანი. მე მხარს უჭერ ბატონ ტრამპს, ამიტომ მისტერ ტრამპ გამარჯვებები, ამბობდა ირაკლი ზარქუა. მაშინ ჯერ არ იყო ნაცემი. ზარქუას დალოცვამ გაჭრა და ტრამპი პრეზიდენტი გახდა. ცვლილებებიც მოხდა, რა თქმა უნდა. ტრამპმა ყაველაშვილისგან მარჯვნივ ვიღაცას ხელი აუწია და გადაიტვირთა ურთიერთობები. ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს მიმართ ინტერესები შეიცვლება, გვამშვიდებდა მამუკა დინარაძე. 20 იანვრიდან
საბოლოოდ დასრულდება შანტაჟის ეს პრაქტიკა. წინასწარ მეტყველებდა ირაკლი კობახიძე. 20 იანვრიდან 4 თვე გავიდა. ნუ, კაი, ცოტა მოვიტყუე, ჯერ არ გასულა, 10 დღეში გავა, მაგრამ ეგრე ირაკლიმ 20 იანვრიდან დასრულდებაო და 10 დღეზე ჩემ გამოკიდებას ირაკლის გაეკიდეთ 3 თვეზე და 20 დღეზე. კობახიძის უარესი განცხადებების მოყვარულთათვის სპეციალურად კობახიძის უარესი განცხადება ამ საკითხზე. ჩვენ ვართ მოხარული, რომ გვაქვს ღირებულებითი თანხwebdriver ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ხარობდა კობახიძე და ეტენებოდა ტრამპს. ირაკლის მსგავსად ბევრი საერთო ნახა ხოცებსა და ტრამპს შორის ნინო წილოსანმაც. ქართული ოცნების და ტრამპის პოლიტიკის თანხwebdriver ჩვენ საერთო ინტერესებში დიდ პროგრესს მოიტანს. ეს იქნება ახალ პარტნიორულ ეტაპზე გადასვლა. პროგნოზირებდა ნინო. თქვენი არ ვიცი და მე ძალიან მიყვარს სიტყვათა ეს შეთანხმება. პროგნოზირებდა ნინო. წილოსანს რო არ უხდება პროგნოზირებდა, მეორე ეგეთი არ ვიცი. ბოლო მოვიდა ტრამპის ადმინისტრაცია, თუმცა გაგიკვირდება და ნინო წილოსანი არ აღმოჩნდა მართალი. კვლავ წამოიწია მეგობარი აქტის თემატიკამ. ტრამპმა ჯო ვილსონი შეაქო და წილოსანს იმედები გაუცრუდა. გადაეწყო ხოცების მესიჯ ბოქსი. ეხლა თვითონ კანონ პროექტის უსუსურობაზე დაიწყეს საუბარი და Deep State-იც გამოჩნდა. ისინი არ წარმოადგენენ ამერიკის სახელმწიფოს, ისინი ემსახურებიან Deep State-ს. თქვა კახა კალაძემ მეგობარი აქტის ინიციატორებზე. ცოტა მაყოთი Deep State-ისგან, ცოტა ფორმულასგან და რაღაც კუში შეკრეს რა კონგრესმენებმა. ამ აქტის განსახილველად ხოცებმა დეპუტატი ირაკლი კირცხალია გამოაგორეს. ამერიკაში ნასწავლი ბიჭიაო და ამან იცისო, იქო რა ხდებაო. ირაკლიმაც დასხორო. პროცედურას რო გავყვეთ. ანუ პროცედურას რო გავყვეთ, პროცედურულად როგორი გაპიარებულიც არის ეს ყველაფერი და რაღაც ქულა დაწერილი ლობისტების მხრიდან, დიდი პროცედურა აქვს წინ. საშუალოდ ნახევარწლიანი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კარგად ხედავთ. ტრამპის ადმინისტრაცია დღეს რა პროცესებშია ჩართული. ამ პროცესებში ასეთი ლობისტური ჯგუფიდან ამ კანონის პირველი მოსმენით გაპარება ფიქრობ დიდ არაფერს ნიშნავს. აგვიხსნა ირაკლი. კაი, ჩემო ძმო. რავი, ამერიკაში ნასწავლი კაცი შენახა. შენ უკეთ არ იცი. დაბალი რანგის ხოცებში რა მომწონს, იცით? ძალიან გაურკვევლად საუბრობენ. ოდიალობენ რაღაცას და აი ირაკლი კობახიძე მოკლედ ლაკონურად სამარცხვინოდ იტყვის ხოლმე. ირაკლი კობახიძე კონკრეტულ მომენტში Deep State-მას ძლია ტრამპის ადმინისტრაციას. ანუ ამ კონკრეტულ მომენტში Deep State-მას ძლია ტრამპის ადმინისტრაცია. რა შოტია ირაკლი? ფსიქიატრი ელიზაბეთ საღაც მე მგონი 1-3 ფსიქიატრი ელიზაბეთ კაი ფსიქიატრი ელიზაბეთ კუბლერ-როსი მიიჩნევს რომ გლოვას აქვს 5 ფაზა უარყოფა ბრაზი ვაჭრობა დეპრესია შეგუება. ხოცებმა კიდე ერთი ფაზა დაამატეს. ესე ქვია, თავის მოხოცება. თავის მოხოცება ერთი შეხედვით უარყოფის ფაზას გავს, მაგრამ სულ სხვა ფაზაა. უარყოფის დროს ფაქტს არ იჯერებ. არა, რა სანქციები, კაცო. დარწმუნებული ვარ, არანაირი სანქციები არ იქნება. განაცხადა კალაძემ 2024 წელს. აი, ეს არის უარყოფის ფაზა. ამ კანონის პირველი მოსმენით გაპარება, ვფიქრობ, დიდ არაფერს ნიშნავს. აი, ეს არის უკვე
თავის მოკოცების ფაზა. ერთი შეხედვით მსგავსია უარყოფის ფაზა და ეს დამიჯერეთ რეალურად, რადიკალურად სხვადასხვა. ფსიქოლოგებმა და ფსიქიატრებმა დააკომენტარეთ, მეთანხმებით, არ მეთანხმებით, რავი, მე ეკონომისტი ვარ, თუ არ დამეთანხმებით, არ მეწყიდებ. ხოცებმა პარტიის თავმჯდომარე აირჩიეს. იმედი მქონდა დინარაძე იქნებოდა. მაგრამ დინარაძეს ისევ არ აღირსეს არაფერი. აი ბიძინას ერთი კაცის გამოტოვებით დააყენებენ ხოლმე და ეგაა მაქსიმუმი. კობახიძე ვითომ პრემიერიც იქნება და პარტიის თავმჯდომარეც. არ შეიძლებოდა რომ დინარაძე პარტიის თავმჯდომარე მაინც ყოფილიყო. მართლა რას აღარ აკეთებს, რატუმს არ იცვამს, მაგრამ არაფერი არ ეღირსა. დანიშნავენ ვიღაცას მნიშვნელოვან თანამდებობაზე, წამოდგება მამუკა, დაუკრავს ტაშს, იულოს. ასე გადის წლები, ბიჭო, ოქროს წლები. რავი. ამ თავრობაში თუ ვერაფერ მნიშვნელოვანს ვერ მიაღწია, რა ვიცი. ვითომ შემდეგ თავრობაში აქვს შანსი? არ ვიცი. ისიც არ ვიცი სად გადის ხოცობის ზღვარი, რომ აი ამას იქით რომ აღარაფერია, უარეს რომ ვეღარ იზავენ. ამიტომ მოდი ვივარაუდოთ და გთავაზობთ რუბრიკას ჩვენი მოგონილი რუსკოცობები. შეგახსენებთ რომ ნებისმიერი დამთხოვა იქნება შემთხვევით. მაშასე პირველი ასეთია. თვრალი პოლიციელი მთვრალმა მოსამართლემ გაამართლა. ნაცემი აქტივისტი გირაოთი გამოუშვეს და კიდევ ერთხელ ცემეს. ევროკავშირის ელც ინტერნეტი ჩაუჭრეს. ირაკლის არქუამ კონგრესმენ ქალს ბოზის გაგდებული უწოდა. კანონიერ ქურდებზე დაბალ პროცენტიანი სესხები გაიცემა. ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდან კორიდა ოლე ამოიღეს. დავით დოიაშვილის ნაცვლად ახალი თეატრის მთავარ რეჟისორად ლადო ბედუკაძე იქნება. საქართველო და რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე ერთობლივ განაცხად შეიტანენ. სანქცირებულ ჩინოვნიკებს იუსტიციის სამინისტრო პასპორტებს დაურიგებს. ცეკვავენ ვარსკვლავების ჟიურის მარგარიტა სიმონიანი დაემატება. ეს იყო ბოლო ჩვენი მოგონილი რუსკოცობა. შეგახსენებთ რომ ნებისმიერი დამთხოვა იქნება აბსოლუტურად შემთხვევით. ახალი რომის პაპი აირჩიეს. სიქსტის კაპელიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რაც საერთოდ არ ნიშნავს, რომ იქ ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდება. ახალი პაპი აირჩიეს. კათოლიკური ეკლესიის ახალი წინამძღოლი კარდინალი რობერტ პრევო გახდა. პაპობაში ის ლეონ მე-14 იქნება. პირველი ამერიკელი პაპი რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში. რომის ახალი პაპი უკვე წარსდგა ხალხის წინაშე. წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან ხელი დაგვიქნია. რაც ხოცებმა მათი ლეგიტიმაციის აღიარებად მიიჩნია. თემსოფლიოს მიესალმა პაპი, ესე იგი ქართული ოცნების წევრებსაც მიესალმა რა, არ არის ეგრე? ანუ ყაველაშვილსაც მიესალმა. რომის პაპი სიცოცხლის ბოლომდე აირჩევა. შეგიძლია სიცოცხლის ბოლომდე იყო პაპი. მიუხედავად ამისა, ბიძინას მმართველობის პირობებში უკვე მესამე პაპი გვყავს. ერთი პაპი თავისნებით გადადგა, ერთი გარდაიცვალა, ერთი გადადგა. ხოცები არიან და არიან. რომ წარმოიდგინოთ, რამდენი ხანია უკვე ხოცები გვყავს, გეტყვით, რომ პუტინი 4 პაპს მოესწრო უკვე და ბიძინა 3-ს. რა ვიცით ახალი პაპის შესახებ? 69 წლის რობერტ ფრენსის პრევო ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩიკაგოში დაიბადა. ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქიციციც და ქიცმაცურიც, ანუ ქუჩაც, რელიგიაც. ყველაფერი ესმის. ვარაუდობენ, რომ ახალი პაპი გააგრძელებს წინა პაპის პოლიტიკას. მის არგუმენტად კი მისივე სიტყვები მოჰყავთ. ციტირებ.
ეპისკოპოსი არ უნდა იყოს პატარა პრინცი, რომელიც თავის სამეფოში ზის. ამის ნაცვლად უნდა იყოს მოწოდებული თავმდაბლობისკენ. ახლოს იყოს იმ ხალხთან, ვისაც ემსახურება, იცხოვროს მათთან ერთად, იტანჯოს მათთან ერთად. აი ეგეთი დრო დადგა, რომ სასულიერო პირო თავდაბალია გვიხარია. წარმატებას უსურვებ ახალ პაპს სიკეთის მხარეს ბრძოლაში. მიებაძოთ ჩვენებსაც, რავი. გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე, ჩაანალიზებაზე. ჯერ კოკა-კოლა მოვსვათ. დაცხა უკვე. კიდე მოვსვათ. ოკეი, 8 მაისს მსოფლიო გამარჯვება იზეიმა ფაშიზმზე. 9 მაისს კი რუსეთმა და კიდევ 11-მა ყოფილმა რესპუბლიკამ ვიზეიმეთ. 8 მაისი თუ 9 მაისი, რომელია მართებული? 1945 წლის 7 მაისს საფრანგეთის გალაგ რეიმსში წითელ აგურებიან სკოლის შენობაში გერმანელმა გენერალმა ალფრედ იოდლმა გერმანიის შეიარაღებული ძალების სახელით ხელი მოაწერა საერთო კაპიტულაციას მოკავშირეთა წინაშე. არაფერი დაშავდება, თუკი 7 მაისს ვიზეიმებთ ფაშიზმზე გამარჯვებას. კაპიტულაციის დოკუმენტის მეორე პუნქტში წერია, რომ გერმანიის სარდლობა დაუყოვნებლივ მისცემს ბრძანებას ყველა გერმანიის სამხედრო, საზღვაო და საჰაერო მმართველობასა და გერმანიის კონტროლქვეშ არსებულ ძალებს, რომ შეწყვიტონ აქტიური ოპერაციები ცენტრალური ევროპის დროით 23 საათსა და 01 წუთზე 8 მაისს და რომ დარჩნენ იმ დროისთვის დაკავებულ პოზიციებზე. ანუ 7 მაისს ხელმოწერილ დოკუმენტში ეწერა, რომ 8-ში შეწყდებოდა სამხედრო მოქმედებები, ამიტომ ევროპელები ზეიმობენ 8 მაისს. სტალინმა კაპიტულაციის დოკუმენტიო მე ჩემი მინდაო, მეო ცალკე მომიწერეთო ხელიო. იდენტური შინაარსის კაპიტულაციას ხელმეორედ მოეწერა ხელი 8 მაისს ღამით ქალაქ ბერლინში საბჭოთა შტაბ-ბინაში. ამჯერად ხელშეკრულებას გერმანიის მხრიდან ხელს აწერდა ფელდმარშალი კაიტელი, საბჭოთა კავშირის მხრიდან მარშალი ჟუკოვი. გერმანული ძალების სამხედრო აქტივობა 8 მაისს საღამოს 23 საათსა და 01 წუთზე ოფიციალურად შეწყდა. ამ დროს კი მოსკოვში 9 მაისის 01 საათი და 01 წუთი იდგა. ამიტომ რუსები 9 მაისს აღნიშნავენ. ესეც ოკეი, რავი, ცოტა გოიმობაა, მაგრამ გოიმობაზე როგორ უნდა გაუტრაკო რუსებს. აღნიშნავენ. მოკლედ, 7 მაისს რო იზეიმო, მაგასაც აქვს საფუძველი 8 მაისსაც და 9 მაისსაც. რავი, საქართველოში 9 იყო ალბათ ღამის 2 საათი. გერმანიის კაპიტულაციით მეორე მსოფლიო ომი რეალურადაც არ დასრულდა. იაპონია რამდენიმე თვით გაჯიუტდა და კაპიტულაცია გამოაცხადა 15 აგვისტოს. ამიტომ 15 აგვისტოსაც უპრობლემოდ შეიძლება ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა. იაპონიამ 15 აგვისტოს კი გამოაცხადა, მაგრამ ოფიციალურად ხელი მოაწერა 2 სექტემბერს. ამერიკულ სამხედრო გემ მისურიზე. ანუ გლობალურ დონეზე აქ სრულდება მეორე მსოფლიო ომი. ამიტომ სულ თავისუფლად შეგვიძლია 2 სექტემბერსაც ვიზეიმოთ ფაშიზმზე გამარჯვება. თუმცა, როცა იაპონიამ ხელი მოაწერა კაპიტულაციას, მაგ დროს ვაშინგტონში 1 სექტემბერი იყო. ამიტომ სულ თავისუფლად შეიძლება რომ 1 სექტემბერს ვიზეიმოთ. ასევე ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თარიღი შეგვიძლია ვიზეიმოთ ძველი სტილით, ანუ 2 კვირით. აქ თავარი ის კი არაა, როდის აღნიშნავ. თავარია ვისთან ერთად აღნიშნავ. რავი, დაბადების დღე არ აღინიშნავთ, რამდენიმე დღით გვიან. მაგალითად 4 შაბათს გქონდიათ დაბადების დღე, შაბათს არ, იმიტომ რომ შაბათს თქვენთვის ყველა ძვირფასი ადამიანი მოახერხებდა მოსვლას. ანუ დაბადების დღეს როდის აღნიშნავდით, მაგაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ვისთან ერთად გაატარებდით დროს, ხო? ანუ მეგობრები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე 4 შაბათი, ხო? ზუსტად იგივე სიტუაცია აქაც. ანუ გამარჯვების აღნიშვნა პუტინთან ერთად გვირჩევნია თუ მაკრონთან, მერცთან, სტრამერთან ერთად. ქოცებმა ვერც მოსკოვში ჩასვლა გაბედეს, ვერც ევროპელებს ელაპარაკებიან. ამიტომ 9 მაისს მოგვილოცეს ევროპის დღე. ქოცების დაიბნენ მართლა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ფიცო მოსკოვში ჩავიდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნის პირველ პირს
ევროპელებთან ზეიმს რუსებთან ზეიმი ურჩევნია. თან გაითვალისწინეთ, რომ მეორე მსოფლიო ომში სლოვაკეთი ჰიტლერის მხარეს იყო. ამ ფიცო კოცობა დახურა. თუმცა სხვა კუთხით თუ შევხედავთ, სლოვაკეთი თანმიმდევრულია. მეორე მსოფლიო ომის დროსაც ფაშიზმის მხარეს იყო და ეხლაც ფაშიზმის მხარესაა. დღევანდელი რუსეთი ფაშისტური სახელმწიფოა ყოველგვარი გაზვიადების გარეშე. მეტიც, რუსეთი არც მეორე მსოფლიო ომში ებრძოდა ფაშიზმს. გერმანია და საბჭოთა კავშირი მოკავშირეები იყვნენ და ერთად დაიწყეს მეორე მსოფლიო ომი. უბრალოდ ჰიტლერმა მოკავშირეს საბჭოთა კავშირს ზურგში დანა ჩაარტყა და გადაიმტერა, თორე ბოლომდე ერთად რო დარჩენილიყვნენ, ლამაზად გაიყოფდნენ მთელ ევროპას შეთანხმებისამებრ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის მიხედვით. სკოლაში არ გვასწავლიან, რომ საბჭოთა კავშირმა და ფაშისტურმა გერმანიამ ერთობლივი გამარჯვების აღლუმიც კი ჩაატარეს, როცა პოლონეთი გაინაწილეს. 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს. 17 სექტემბერს კი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში უკრაინელი და ბელარუსი მოსახლეობის დაცვის საბაბით საბჭოთა ჯარი შევიდა. ორი საოკუპაციო არმია ერთმანეთს პოლონეთის ცენტრში ქალაქ ბრესტში შეხვდა. გერმანელებმა მისი დაკავება მოასწრეს, თუმცა შეთანხმების თანახმად ბრესტი საბჭოთა კავშირს უნდა დარჩენოდა. მოკავშირეებმა, ანუ გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა, გადაწყვიტეს ქალაქის დაცემისთვის საზეიმო სახე მიეცათ. თანამშრომლობისა და პატივისცემის ნიშნად 1939 წლის 22 სექტემბერს ბრესტში ერთობლივი სამხედრო აღლუმი ჩაატარეს ფაშისტურმა გერმანიამ და კომუნისტურმა, მაგრამ სინამდვილეში ფაშისტურმა საბჭოთა კავშირმა. საზეიმოდ სახელდახელოდ მოაწყვეს ტრიბუნა, რომელზეც ამაყად იდგნენ ვერმახტის გენერალი ჰაინც გუდერიანი და წითელი არმიის სატანკო ბრიგადის მეთაური სიმეონ კრივოშეინი. ღონისძიება 45 წუთი გაგრძელდა და ამაყად ფრიალებდა ნაცისტური და საბჭოთა დროშები. გერმანელებმა და საბჭოთა ჯარისკაცებმა ზარზეიმით ჩაიარეს ბრესტის ქუჩებში. შემდეგ გერმანულმა ნაწილებმა დატოვეს ქალაქი და შეთანხმებისამებრ ბრესტი დაუტოვეს რუსებს. საიდან იყო ამხელა სიყვარული და სიამტკბილობა სტალინსა და ჰიტლერს შორის? პოლონეთის გაყოფას წინ რამდენიმე კვირის უძღოდა ხელშეკრულება პაქტი, რომელიც გაფორმდა 1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვში. ისტორიაში ცნობილი როგორც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი. ეს იყო სამოკავშირეო დოკუმენტი საბჭოთა კავშირის და ფაშისტურ გერმანიას შორის, რომელიც ითვალისწინებდა ევროპის ტერიტორიის გერმანიასა და საბჭოთა კავშირის შორის ძმურად გაყოფას. ჰიტლერმა 1941 წელს დაარღვია ეს შეთანხმება, თორე სტალინი და ჰიტლერი კიდევ დიდხანს იქნებოდნენ საიმედო პარტნიორები. არც ამას გვასწავლინდნენ სკოლაში. დღეს არ ვიცი რა ხდება სკოლებში. სწავლობთ ამ ყველაფერს, რა ვიცი, მეტი არაა ჩემთან. აქედან გამომდინარე, თავარი ის კი არაა 9 მაისს დავისვენებთ თუ 8 მაისს, ან 7 მაისს, ან 15 აგვისტოს, ან 1 სექტემბერს, ან 2 სექტემბერს. თავარია ისტორიის სწორად გადააზრება. რუსეთთან ერთად ფაშიზმზე გამარჯვების ზეიმი არის სირცხვილი, ფარისევლობა, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ყველა უდანაშაულო ადამიანის შეურაცხყოფა, პოლონელი ხალხის შეურაცხყოფა, ლიეტუველების, ლატვიელების, ესტონელების შეურაცხყოფა, რომელთა ბედიც გადაწყდა რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტით. შეურაცხყოფა იმ 700,000 ქართველისაც, რომლებიც იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომში და არ იცოდნენ, რომ 41 წლამდე სტალინი და ჰიტლერი მოკავშირეები იყვნენ. ჰიტლერი დამარცხდა, მაგრამ ბოროტება არსად წასულა. პუტინი აგრძელებს ჰიტლერის და სტალინის გზას, ტერიტორიების დაპყრობას, უდანაშაულო ადამიანების ხოცვას. პუტინიზმი და რაშიზმი სანამ დასრულდება. მანამდე, რავი, მე მგონი საზეიმო აფერია. მალე დამარცხდება, ამაშიც დარწმუნებული ვარ. გამარჯობა უკრაინას, გამარჯობა საქართველოს. სულ ეს იყო რაც დღეისთვის მინდოდა და მეთქვა. შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულაზე. მადლობა.